ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის, რომელიც სხვათა შორის რამდენიმე კვირაა არ გამოჩენილა საჯაროდ მედიასთან და დღეს მან პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღების შესახებ. პაվել ჰერჩინსკის განცხადებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელსაც მიმართავს ევროკავშირის 27 სახელმწიფო, რადგან ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი ესაუბრება ცალკეულ სახელმწიფოებს სანქცირებასთან დაკავშირებით და რომ ეს პროცესი გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან თუ რა პოლიტიკას მიმართავს ქართული ოცნება. პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ის შოკირებულია, რაც მოხდა საქართველოში, თბილისის ქუჩებში, შოკირებულია იმის გამო, რომ მე-16 დღეა შიმშილობს ქალი ჟურნალისტი და იმყოფება კრიმინალური ბრალდებით საპატიმროში და შოკირებულია იმის გამო, რომ ნიღბიანი ადამიანები ქალებს და აქციის მონაწილეებს სცემდნენ და ამ დრომდე გამოძიებას არც ერთი პირი არ დაუკავებია და არც ერთი პასუხისმგებელი პირი პასუხისგებაში არ მიუწია ამ ძალადობის გამო და ამის ფონზე დაკავებული ადამიანების პატიმრობაში დატოვება მიანიშნებს თუ როგორ პასუხობს ხალხის პროტესტს ქართული ოცნება. სწორედ აქედან გამომდინარე განმარტავს პაվել ჰერჩინსკი გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი უბრალოდ უკანასკნელი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია რეჟიმის სანქცირება ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ვხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით, ასევე ვგმობთ დაშინებას, ძალადობას. შოკირებული ვართ ნაცემი ხალხით, მათ შორის მედია წარმომადგენლებზე ძალადობით და ადამიანებზე ნიღბიანების ძალადობით. შოკირებული ვართ ორი თვე ქუჩებში ძალადობით. საქართველოს უკუსლოს ვხედავთ და არ შეიძლება ეს ჩვენი რეაქციის გარეშე დარჩეს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. ისინი, ვინც წარმოადგენენ ხელისუფლებას, მოუწევთ ვიზის შევსება, თუ უნდათ მოგზაურობა ევროპაში. ჩვენი მიზანი არაა ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალის დისკრიმინაციული გამოყენება, გვაქვს სასამართლო სისტემის ნდობის ეროზია. შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა წინაპატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით. შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზორში სასტიკი ცემა, როცა ქალებს ნიღბიანი კაცები სცემდნენ და არავინ დაუკავებიათ. ეს არის უპრეცედენტო, ამიტომაც წევრ სახელმწიფოებს შორის საუბარი სანქციებზე გაგრძელდება. ეს მოლოდინი, რომ სანქციები გაგრძელდება, კაია კალასის განცხადებამაც გააჩინა, როცა მან თქვა, რომ ფიქრობენ ევროკავშირში რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღების შესახებ და საინტერესოა სწორედ აქედან გამომდინარე თუ რა ბერკეტებს გამოიყენებს ამის შემდგომ ევროკავშირის 27 სახელმწიფო დიპასპორტების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება განიმარტა როგორც მიზეზი იმ ნებადართული ძალადობისა ქართული ოცნების მხრიდან და ასევე კანონებისა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში მიიღო, მათ შორის იგულისხმება რუსული კანონი. დღეს პაվել ჰერჩინსკის მედიამ კითხა, რატომ გახდა რუსული კანონი მთავარი თუ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ევროკავშირის ელჩმა ამ თემაზე საუბარს. მან თქვა, რომ რუსული კანონის შესახებ არსებობს დასკვნები, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ ეს კანონი არ მიეღო, რომ ეს იქნებოდა დემოკრატიული უკუსლა საქართველოში. გარდა ამისა არსებობს ჰერჩინსკის თქმით 30 გვერდიანი განმარტება იმისა, რომ არ არსებობს დადებითი შედეგი, რომელიც შეიძლება ამ კანონმა მოუტანოს საზოგადოებას და შესაბამისად ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო, მაინც დაამტკიცა კანონი და პასუხიც შესაბამისი მიიღო ევროკავშირის მხრიდან. სხვათა შორის ის ასევე ამბობს, რომ ერთადერთი სადაც ეს კანონი მოეწონებოდათ მოსკოვია.
მიუხედავად დაპირებებისა, მმართველმა პარტიამ მიიღო აგენტების კანონი. ამასაც მოჰყვა პროტესტი. საქართველოს ყველა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უთხრეს ქართულ ოცნებას ეს არ გაეკეთებინა. იყო მხოლოდ ერთი ადგილი სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსკოვი. მათ ხმა მისცეს ამ კანონს. 30 გვერდი არსებობს არგუმენტების, რატომ ზღუდავს ეს კანონი სიტყვის თავისუფლებას, რატომ დაარტყამს ის სამოქალაქო საზოგადოებას. მაინც მიიღეს აგენტების კანონი. ვფიქრობ, ორი მთავარი მიზეზია, რატომ იყო ლიდერის საქართველოს გაფართოების პროცესში. ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიონალი ადმინისტრაცია. ახლა კი სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებენ და სამსახურებიდან ათავისუფლებენ საჯარო მოხელეებს. ამიტომ განადგურდა საქართველოს ადრინდელი წარმატება. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები. ეს არის გამოხმაურება, რომელიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებაზე. მისთვის უჩვეულოა რუსული კანონის გამო ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ის ამბობს, რომ ახლა მთავარი ორიენტირი ქვეყანაში არსებული ვითარება დღევანდელი მდგომარეობაა და ამის გამო, ამ ძალადობის გამო, რომელსაც ქართული ოცნება რომელსაც მიმართავს მოქალაქეების წინააღმდეგ, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა ჩიხიდან გამოსასვლელად და ეს უნდა მოითხოვონ მათ შორის ევროპელმა პარტნიორებმაც და შესაბამისად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის უჩვეულოა, რატომ გახდა ახლა ყურადღების ცენტრში ევროკავშირის მხრიდან კანონი, რომელიც გასულ წელს მიიღო ქართულმა ოცნებამ. ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით გარკვეულწილად უჩვეულოა. მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არ არის იმედგაცრუებული ან უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირმა გუშინ მიიღო. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს არასაკმარისია. მაგალითად, ევროპარლამენტარი წერს სოციალურ ქსელში ასეთ რამეს, რომ ქართული ხალხი ზედიზედ 60 დღეა თავისი კონსტიტუციური ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად ქუჩებში გამოდის. დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მფლობელი შავ სიაში შეიყვანეს, ეს არასაკმარისია. მარისია იმედგამაცრუებელია და გულწრფელად რომ ვთქვათ სამარცხვინოა. ეს არის თის როიტენი ევროპარლამენტარი, რომელიც აკრიტიკებს ევროკავშირის სახელმწიფოებს ამ არასაკმარისი გადაწყვეტილების გამო, თუმცა როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი პაվել ჰერჩინსკი ამბობს, ეს არ არის უკანასკნელი, რასაც მიმართავს ევროკავშირი ქართული ოცნების მიმართ წნეხის გასაზრდელად და ფიქრობს, რომ და ამბობს, რომ დისკუსია ევროკავშირში მიმდინარეობს თუ რა შეიძლება იყოს დამატებითი ბერკეტი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა შეწყვიტოს.